მემშვიდობისა, ეს არის 17 იანვარი და ახლა არის დღის 12 საათი, მეგობრებო. ეს არის მეორე მინი ვიდეო, რომელიც წელს ვიწერ. ესე იგი, მე მინდა ასე გითხრათ, რომ როცა ქრისტე მოვიდა, ქრისტეს არ ჰქონდა რელიგია. და არც დაუბარებია, რომ ჩემს სახელზე შექმნით რაღაც სასწაული რელიგია და დოგმები და მე არიქა და ჩემზე ილოცეთ და ჩემით გადით ღმერთთან. მუჰამედი რომ მოვიდა, მუჰამედის დროს ქრისტიანობას არსებობდა, მაგრამ მას არ უთქვია, რომ ქრისტიანობა დავანგრიოთ და შევქმნათ რამე ახალი ისეთი, რომ ყველაზე უკეთესი იქნება. არა ბატონო. არც ბუდას უთქვამს მასეთი მაგვარი. და არც ერთი ესენი არ ქადაგებდნენ იმას, რომ ჩემი სახელით შექმნით რაიმე რელიგიაო. რატომ? იმიტომ შემოგარგებო, რომ ისინი რელიგიობანას კი არ თამაშობდნენ და კი არ ქადაგებდნენ. არამედ ისინი გვეუბნებოდნენ თუ როგორ მივსულიყავით ღმერთთან ინდივიდუალურად, უშუალოდ. თუ როგორ გაიგო ადამიანს თავისი შესაძლებლობები, ის შესაძლებლობები, რომელიც ღმერთმა შექმნა თავიდან ადამიანი. და რომლის ხატადაც ის შექმნეს. და ეს მე ბევრჯერ მithქვამს, რომ თუ შენ ხატად შექმნა ღმერთმა თავისა და არად ესე იგი შენში ადამიანში არის ის მუხტი ნაწილაკი თუ რაც არის ბირთვიდან აღებული, შენში არ დევს ისეთი, რომელიც ღმერთის მეუბას განასახიერებს. ეს ყველაფერი კი ქმნიდა მომავალში, იმ ქადაგების მომავალში, იმ პერსპექტივას, რომ ადამიანი თავად მიხვდებოდა და რადგან თავად მიაგებდა ღმერთს, თავად მიხვდებოდა იმას, რომ მასაც აქვს ის შესაძლებლობები, რომელსაც აგერ 2000 წელიწადია ბლოკავენ ადამიანებში სატანისტები. აი ამიტომ ის 71 მხილება რო ნახეთ ზოგიერთებმა, ხო? იმის გაგრძელებას გეუბნებით. მე გეუბნებით არა იმას, რომ რელიგიები მოიცვით თავზე და შემდეგ რაღა რიტუალები და რაღაცები, რომელიც გზას აცდენა არის აბსოლუტურად 180 გრადუსი, არამედ მე გეუბნებით კონკრეტულად იმას, თუ რას ქადაგებდა ქრისტე, რას ქადაგებდა მუჰამედი, ბუდა, კრიშნა და ასე შემდეგ. ამათ არ ქონდათ არც ერთ რელიგია. აბსოლუტურად. მაგრამ სატანისტებმა შექმნეს რელიგიები და ისე დაწერეს, რომ ჩემია უკეთესი, არა ჩემია უკეთესი, არა ჩემია უკეთესი. ესე იგი, გამოვიდა, რომ იმის მაგივრად, რომ ყველა ქადაგებდა, რომ ღმერთი ერთია, გააჩინეს მრავალღმერთიანობა. და ყველა ერთმანეთზე უკეთესია თითქოს. და ამიტომაც მიდის ხოცვა ჟლეტვა ერთმანეთისა აგერ 2000 წელიწად და კიდევ უფრო მეტი. გესმით რას გეუბნებით? იფიქრეთ ამას. აბა კარგად.